გადაცემის სპონსორია მიტარბი. მიტარბის საეროვანი მინერალების დახმარებით შეგვიძლია შევცვალოთ ერთფეროვნება და გავხალისდეთ. მიტარბი შეინარჩუნე ხალისი. მაშ ასე ბრუნდებით ჩვენ პირდაპირ ეთერში ნორიკი მზად არის შეასრულოს ეს საოცარი ნომერი. ნორიკ, წავიდა, დავიწყეთ. მეც უნდა გადავიწიო იქეთ. ძალიან რთულია ამის გაკეთება. მე თუნდაც რომ ახლოს ძალიან ესეთი საყურებელია. არც თუ ისე სასიამოვნო ტონა 200 წონა ამნივის. მანქანა დაკოქილი არ არის, ხელზე ატარებენ, აწვევიან მისი მეგობრები ამ მანქანას და ზედმეტი არ მოუვათ ჯერ ამის. ოპ მე თვითონ რომ ძალიან რთული საყურებელია სიახლოვეს ყველაფერი. დავიცი აპლოდისმენტები დარბაზში ალბათ. ეს პირველი ცოტა ამოსულა გვინდა ალბათ. და როცა იქნება ნორიკი მზად, ახლა მეორე ეტაპი. მანქანა უკვე დაიქოქა და ხელებს დააკვირდით. ხელის გულებით ზემოთ. ჩერდა მანქანა. ნორიკი თან ხელმძღვანელობს ძროს, რომელიც საჭესტანზის. ეს მეორე ეტაპი და ეხლა მთავარი. აპლოდისმენტები ამ მამაც ადამიანს. და ეხლა მესამე კულმინაცია, მთავარი ეტაპი უკვე. პირდაპირ რუსთავის ზეზოს ასფალტზე დაწვა. ნორიკი როგორც ხედავთ, აქ ხელი ხალიჩაც არ არის უკვე, რომელიც იყო აქამდე. უნდა მივიდე. ჩვეულებრივად ადგა ეს ადამიანი. აპლოდისმენტები. ჩვენს ნიჭიერს, ძალიან ძლიერ და მამაც ადამიანს. Болит что ли? Да нет. Ничего не болит. Честно. Все нормально. რა გავაკეთო? მე ტრადიცია ვიცი რომ თხოვენ ხოლმე ვანიკოს და გიორგის რაღაცების გამეორებას, მე ვთხოვეს წინაზე მუშტაეთში და ეს არა, მე ძალიან სუსტი გული მაქვს. არა, ვერა. სუსტი გული მაქვს, ძიმა და სუსტი ვერ ყველაფერი გავბედავ და გამორიცხულია რომ ეხლა მე ამ მანქანას ქვემოთ დაუწევ და ის გავაკეთო რაც ამ კაცმა სადო გავკადნიერდი. შოქში ვართ ჩვენ. რაც მანქანას შეუშვირა მანქანა. ჟიურის ხო შეაფასოს. რა ჟიურით? შეაფასოს. ვერ გაიგონდა. სადო? დავსირალ? რა ვიცი, მე ვცდიდი დიმა შენს ადგილას. მე ვერ ვცდიდი და. ოღონდ ალბათ სხვა ცხოვრებაში ბატონიკა. კასკადიორი რო გახდები მაშინ. ეს რჩეული ადამიანების ხვედრია, ასე ვთქვათ. თან როგორც დავინახე, ცოტა დაბუქშავდა იმ ადგილზე და ხო, რაღაცა იყო, აქ იცი, ახლა ძალიან ძიმე საყურებელია ეხა. ეს კაცი, კაცო, შევაქოთ. გისმენთ, უსმენთ ჯიურის წევრებს. ნორიკი აშიას. ნორიკი გადასარევში თან ბეჭდავი. კიდევ რამის თქვა ხომ არ გსურს? არა, იმიტომ რომ წინა გამოსვლაზე კი ცუდად გავხდით რაღაცა, მაგრამ იმან რაღაცები ჩაატარა, ენერგიები მოიძეთ, ნორიკას არაფერი გაუკეთებია. ხო, სოციკავით თან. დაბადებიდან ასეთი ძლიერია. არა, კასკადიორია და დილას საღამოს ვარჯიშობს, ეს ყველას ხო არ შეუძლია ამის გაკეთება, ეს საოცარი რაღაცაა და მე ვისურვებდი რომ ეს კაცი დასაქმდეს ფილმებში, სხვადასხვა ფილმებში დასაქმდეს როგორც კასკადიორი. ხო, რა სერიალში ბატონო ჩემო. კასკადიორები გვჭირდება ჩვენ ქართველებს. ჭირდება, ძალიან მაგარი კაცი ხარ ნორიკ. ბრავო ნორიკ, ბრავო. ნანუკა გისმენთ? ვერაფერს ვერ დავამატებ, გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან ისეთი ნომერი იყო, ექსტრემალური და ძალიან საშიში ვფიქრობ და კარგია რომ ჯანმრთელია. ნორიკ, ცოტა ღიპი უნდა დააგდო.
ჭოლა გისმენთ? მე მაინც ბაბადეთ. მე მაინც ველოდებოდი ნიკა როგორც ეთყოდა ძიმას რომ ძიმა აბა ერთი იგივე სცადე, მაგრამ არა მე კიდე უთხარი. კაი იქ რუსთავი ორი სეზონში არ ვდგავართ მე და გიორგი თორე აუცილებლად გვაცდევინებდა და ეს იქნება ბოლო ნიჭიერი წეთი. არა ძიმას ვერ დავკარგავ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ მე გვაცდევინო. მე მგონია რომ მე გუცვლად უნდა ვთქვა მე ესეთი ნომრები მაინც და მაინც არ მიყვარს რატომ ვამბობ ეხლა თქვით მე არ მიყვარს როდესაც ცხოვრებას ხიფაც უქმნიან კონკურსანტები და წინა ჯერზეც ამიტომ დავაჭირეს სწორედ ცხოვრებასთან თამაში არ არის ყველაზე კარგი რაც შეიძლება გავაკეთოთ თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ნიჭი რა თქმა უნდა ეს არის შთამბეჭდავი და ექსტრემალური ნომრები რა თქმა უნდა შთაბეჭდილებას ახდენს ბუნებრივია ყოჩაღ ნორიკ მე მგონია რომ ამას ძალიან დიდი გამძლეობა და ძალიან დიდი ასე ვთქვათ ვარჯიში და საკუთარ თავზე მუშაობა უნდა და ეს დასაფასებელია რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა. ვინ მეწოდება იცი? აბა ვინ? საწყალი კამო კაცო. კამო ტროლებუსმა გადაუარა და გარდაიცვალა. ასე რომ ევარჯიშა, ხო გვეყოლებოდა ცოცხალი. შენი შეფასება იყო ბოლო. იმიტომ ამომრი ისეთი რაღაცა შეჭამა რომ ვეღარაფერმა ვეღარ უშავა. დიდი მადლობა ხალხო დიმა დაგემშვიდობებით ნორიკს წარმატებებს უსურვებ